Konstitutsiიდან 59 მუხლი, რომელიც პრეზიდენტის სტატუსს განსაზღვრავს. აქ წერია, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, დამოუკიდებლობის გარანტი, უმაღლესი მთავარსარდალი და რაც მთავარია პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. მაშინ რატომ არ არის ის უფლებამოსილი, რომ განახორციელოს შეხვედრები? მე ჩემი კონსტიტუციით არ მოსილი. ერთი კონსტიტუცია გაქვს დაწუნებული. ჩემი კონსტიტუცია მაინც სხვა. ფურცლები აქვს გიორგის მარტო და ჩემი მთლიანად რო რაღაც დაგჭირდეს სხვა რაღაცას მოძებნე. როგორ უნდა წავიკითხოთ 59 და 52. სხვანაირად კითხულობენ ვიღაცები, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ძალიან რთულია ხანდახან ილაპარაკო არგუმენტებით აბსურდზე. გუშინ სტატუსს დავდე და იქ ვიხუმრენ. ქუთაისის პარლამენტზე მაგალითად თუ იკამათებ 100 მილიონი და 200 თუ 300 და შემდეგ ვიღაცა გეტყვის მაქსიმუმ 300,000 ლარი და ვეღარ შეეკამათებ, იმიტომ რომ არგუმენტები ამას აღარ უშვილეს. დაახლოებით ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე და რთულია კამათი რომ მიდიოდეს თქვა კომპეტენციური დავა, ეხლა ოდნავ სამართლებრივ სიღრმეში შევით კომპეტენციური დავა რომ მიდიოდეს მაგალითად იმ მანიპულაციაზე და პოპულიზმზე, რასაც მეორე მხრივ მონაწილეები გვთავაზობენ, რომ აი ტელეფონზე რომ დაურეკოს გერმანიის პრეზიდენტმა მოიცა მთავრობა შევეკითხები, აი ამაზე შეიძლება კომპეტენციური დავა მსგავს საკითხებზე, რომ ეს ადაოა მართლაც ახლა რთულია ესეთ შემთხვევებში, რაც არაფერ შუაში არის იმ დავასთან, მაგრამ მაინც პიარულად აქეთ მიყავთ. აქ შეიძლება კომპეტენციური დავა იყოს ქვეყნის შიგნით, როდესაც თქვათ ვიღაცას ხვდება და უბრალოდ ესაუბრება ამ საუბრის შინაარსთან, ბევრი გარემოებიდან გამომდინარე კომპეტენციური დავა შეიძლება წარმოიშვას. ეს არის თუ არა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და ჭირდება თუ არა მთავრობის თანხმობა. ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცაა და აქ შეიძლება იდეო და გაცვალო არგუმენტები. ჩვენ მეგვაჩნია რომ შეიძლება ამ კომპეტენციურ დავაში ჭირდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, შეიძლება ვიღაცას მიაჩნდეს სხვანაირად და სადაოა, თუმცა აქაც მართალი გონია თავი, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცაა. ეხლა მთავარი, რაზეც აი რაღაცნაირად შევკრათ ეს ორი დღე, რომ ოდნავ სერიოზულობა მივანიჭოთ იმ ამბავს როგორ შეიძლება ამაზე იკამათო. გვიწევს, უწევს ჩვენ წარმოადგენს. აქ წერია პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში შესაბამისად მაშინ რატომ არ არის უფლებამოსილი? კი ბატონო. საპარლამენტო გადავშალე და თითოეულ სიტყვას მინდა მიგაქცევინოთ, სიტყვაზე მიგაქცევინოთ ყველა. საპარლამენტო მოწყობის და მმართველობის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია სიმბოლური ლიდერის, მეფის, მონარქის, პრეზიდენტის და ასე შემდეგ კომპეტენციასა და სტატუსს შორის შეუსაბამობა და აცდენა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი. ეს რას ნიშნავს? ანუ სტატუსი არის გაცილებით მაღალი, სტატუსი არის ასე ვთქვათ, დიადი, ხანდახან ახლა მეფის სტატუსზე მეფეა, მონარქია და მისი უფლებამოსილება, მისი კომპეტენცია არის აბსოლუტურად შეუსაბამო ამ მაღალ სტატუსთან. ზუსტად იგივეა საქართველოს კონსტიტუციაში. როგორც კი გადაწყდა რომ საქართველო იყო საპარლამენტო მოწყობის ქვეყანა, იმ წუთასვე ეს გაიმიჯნა ერთმანეთისგან და განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ამ კონსტიტუციაზე ვიმუშავეთ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მაშინ ერთადერთი იყო პრეზიდენტი, სადაც ცალ-ცალკე სპეციალურად დაიწერა სტატუსის მუხლი და უფლებამოსილების მუხლი. ეს ასე არ არის პარლამენტის შემთხვევაში, ამაზე მე ვილაპარაკოთ, მაგრამ სტატუსი არის ცალკე ამ სტატუსის აღქმა რომ მოხდეს და ეს სტატუსი რომ წავიკითხოთ როგორც უფლებამოსილება, მაშინ პირველი საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. ბრძანებას გასცემს და სახელმწიფოს მეთაური თუ აღვიქვით როგორც არის მმართველი, ეს სიმბოლურ დატვირთვად არ მივიჩნიეთ და რეალური ძალა შევძინეთ ამას და არა სიმბოლური, რაც საპარლამენტო მოწყობის ქვეყნებში ასეა, სიმბოლური დატვირთვა აქვს ამას, მაშინ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შტო უნდა დაემორჩილოს მას და უნდა შეასრულოს მისი ბრძანება. უფრო მეტიც, თუ მეორე პუნქტს ასე წავიკითხავთ, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. მაშინ როგორც კი ბრძანებას გაცემს, ჯარი უნდა გამოვიდეს, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები უნდა გამოვიდნენ და რასაც იტყვის დღეს პრეზიდენტი, ის უნდა შეასრულოს. ეს ხო რეალურად ასე არის. რატომ არ არის ასე? იმიტომ რომ ეს არის სიმბოლური დატვირთვის პუნქტები ამ მუხლში. და მესამეც ასეა, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, ესეც ასეა. თუ ესე გავიგებთ, მაშინ საერთოდ არ ჭირდება.
მაგრამ რეალურად უფლებამოსილების მუხლი არის აბსოლუტურად სხვაგან. ეს არის ის მუხლი, რაზეც ჩვენ დავობდა რასთან დაკავშირებითაც არის ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა და საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. აქ არის ისეთი სიღრმეები, შეიძლება ბევრმა ადამიანმა ვერ გაიგოს, იმიტომ რომ არ იყოს იურისტი და ჩვენ მე კი დღეს შევეცდები რომ ძალიან მარტივი ენით ახსნა. მაგრამ თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ისე წავიკითხავთ, როგორც პრეზიდენტის წარმომადგენლები ცდილობენ წააკითხონ საზოგადოებას სასამართლოს. აი ეს მუხლი მისი სტატუსის შესახებ, რომელიც უფლებამოსილებაში ერევა თუ სპეციალურად ურევენ, მაშინ ჩვენ არ გქონია საპარლამენტო მოწყობის ქვეყანა. მაშინ ეს არის ლამის საპრეზიდენტო თან რაღაც აბსოლუტური ძალაუფლებით. აი ამას თუ ესე პირდაპირ წავიკითხავთ. შესაბამისად ამისა, რადგან საპარლამენტო მოწყობის ქვეყნებისათვის დამახასიათებელია შეუსაბამობა სტატუსს, მაღალ სტატუსს, ხაზგასმითობა, მაღალ სტატუსსა და კომპეტენციას უფლებამოსილებას შორის და რადგან ეს არის თავარი დამახასიათებელი, სტატუსი არის ცალკე და საქართველოს კონსტიტუციამ ეს გამიჯნა ამგვარი ინტერპრეტაციის თეორიული შანსიც რომ არ დარჩენილიყო, ამიტომ გამიჯნა ერთმანეთიდან სტატუსი ცალკე წერია ცალკე მუხლად და უფლებამოსილება წერია ცალკე მუხლად. რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაზე აკეთებთ აქცენტს, ეს თემაც გავშალოთ, იმიტომ გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვეყანა არის ნახევრად საპარლამენტო, იმიტომ პრეზიდენტი ყავს პირდაპირი წესით არჩეული და როდესაც პრეზიდენტი არ იქნება პირდაპირ წესით არჩეული და ხმოსნების მიერ ეს იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა და რადგან ის არის არჩეული ხალხის მიერ ეს რაღაც დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს პრეზიდენტს ამ შემთხვევაში. ეს რამდენად არასწორი მიდგომა, ახლავე გეტყვით. დღეს ირაკლი კობახიძე მას თქვა ამასთან დაკავშირებით საბჭოთა მიდგომაა ძველი ძალიან ბევრ ქვეყანას ევროპაში ყავს პრეზიდენტი საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში, რომელსაც აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობა, შეზღუდული კომპეტენცია, შეზღუდული უფლებამოსილება, მაგრამ ირჩევს ხალხი პირდაპირ წესით. და არა იმ წესით ვთქვათ რომ აირჩიოს კოლეგიამ პარლამენტმა და ასე შემდეგ. ანუ რას ნიშნავს ეს ქვეყნები არ არიან საპარლამენტო ქვეყნები, აბსოლუტურად ცუდად შეხედულება, ძველი შეხედულება და ესეც არის რაღაცის გასამართლებლად გამოთქმული შეხედულება. რა, ეხლა ამ კონსტიტუციაში ჩვენ რომ მომდევნო მომავალ პრეზიდენტს ავირჩევთ არაპირდაპირ წესით, რომელიმე მუხლი სხვა დატვირთვა შეიძენს, ნახეთ რამდენად არასწორი ლოგიკა, მუხლები ხო არ შეიცვლება. რაიმე მუხლი ამ კონსტიტუციაში არ არის ისეთი ან დათქმა ბოლოში რომ პრეზიდენტს რომ ამით ახალი წესი დაირჩევ პრეზიდენტის კომპეტენციაში უფლებამოსილებაში ან ამ სტატუსში რაიმე ცვლილება შევა ესეთი დათქმა კონსტიტუციას არ აქვს ანუ მაშინ შეიძლება ამ მუხლების შესაბამისად რაც არის დღეს ის დარჩება ეს იმას ნიშნავს რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა პირდაპირ წესით იქნება არჩეული იმ წესით რაც როგორც მომავალში ავირჩევთ ეს მუხლები არ შეიძლება ისევ ასე ეწერება და ისევ მკაფიოდ იქნება სტატუსის და უფლებამოსილების გამიჯვნა საქართველოს კონსტიტუციაში მაშინ რა გამოდის რისი უფლება აქვს პრეზიდენტს მთავრობა არ აძლევს ნებართვას ვიზიტებზე არანაირ ვიზიტზე როგორც ბოლო პერიოდში ვნახეთ პრაქტიკულად ამ გვიჩვენა მისი წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ რომ პრეზიდენტი ისჯება მისი კრიტიკული პოზიციის გამო და შესაბამისად თუ კი მაგალითად სასამართლო დაეთანხმება ქართული ოცნების მოთხოვნას გამოდის რომ პრეზიდენტს დასჯიან ისე რომ საერთოდ აუკრძალავენ ყველანაირ ვიზიტს ასე არ გამოდის ეს არის პოლიტიკური მდაბიო მესიჯი რაც ტყუილია ადამიანმა დაარღვია ცალსახად კონსტიტუცია და იმისათვის რომ საწინააღმდეგო არგუმენტი იმის ნაცვლად რომ საწინააღმდეგო არგუმენტი მოიტანოს სამართლებრივ ჩვენ ხედავთ პოლიტიკურ და თან არასერიოზულ განცხადებებს საწინააღმდეგო არგუმენტებად დასჯიან რას ნიშნავს დღესაც იყო ამას საუბარი ბევრი რაღაც შეიძლება გამეორებაც მომიწიოს მაგრამ ახლა სიმართლე ერთია და 1000-ჯერ რაც რომ აქედან და იქიდან მიუდგეთ ამ სიმართლეს ერთ და იგივე რაღაცა ითქმება ბუნებრივია ისრაელის პრეზიდენტს მაგალითად იმ გამოწვევების გამო რაც ისრაელის სახელმწიფოს აქვს და არ გვაქვს ხო ჩვენ ნაკლები გამოწვევები საერთოდ აკრძალული აქვს ასე უხეშად ვთქვათ ისრაელის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყნიდან გასვლა მთავრობის ნებართვის გარეშე არათუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ქვეყნიდან გასვლა რატო ამას ეს არადემოკრატიულად და ტყვეობად არავის შეუფასებია და მოწონებულია ისრაელის კონსტიტუცია როგორც ერთ-ერთი კარგი კონსტიტუცია ხო სოფლიო ცივილიზებული სამყარო ამას აღიარებს ასე და უწონებენ ისრაელს თავის კონსტიტუციას იმიტომ წერია რომ იმდენად იმხელა გამოწვევებია ქვეყნის წინაშე რომ ნებისმიერი კომუნიკაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მთავრობის პოზიციასთან შეუთანხმებლად შესაძლებელია იყოს დამაზიანებელი მიუხედავად იმისა რომ ისრაელის პრეზიდენტს მთავრობა არ აკრიტიკებს შეუსაბამო პოზიციის გამო მაგრამ ეს გამოწვევები არ იყო ადრე აი მანანა კობახიძემ იკითხა მაგალითად გუშინ სასამართლოს სხდომაზე რომ წინა წელსაც ჰქონდა პრეზიდენტს მსგავსი უნებართვო ვიზიტები მაშინ რატომ არ შეიტანეთ ასე იყო ყოველთვის რა მაგალითად
ელჩებს რაღაცა კრიტიკულ მომენტამდე არავინ არ უჩიოდა ამისათვის პრეზიდენტს და საკონსტიტუციო სასამართლოში არ ქონია მთავრობას ვთქვათ კომპეტენციასთან დაკავშირებით, უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, რა იყო ფორმალური, ესეთ საკითხებთან დაკავშირებით არ ქონია პრეტენზია მანამ, სანამ მართლა სისტემატიური ხასიათი არ მიიღო, არ ნიშნავდა არ აწერდა ხელს და იყო რაღაცა წყალგამყოფი მას შემდეგ რაც ამან მიიღო სისტემატიური ხასიათი აღარ მახსოვს ახლა რაოდენობა შეიძლება შემეშალოს მაგრამ 10 ელჩი არ დანიშნა და უკვე პარტნიორ ქვეყნებთან გვექნებოდა სერიოზული უხერხულობა მანამდე ეს არ შეიმჩნია მთავრობამ არ გამოიტანა გარეთ პოლარიზაცია მასა და პრეზიდენტის შორის არ გააღრმავა კიდევ უფრო ყულისებიდან და ხუჭა კონსტიტუციის დარღვევაზეო ეს კითხვა ეს არ არის კონსტიტუციის დარღვევაზე იქიდან გამომდინარე რომ რეალურად როდესაც ხდება რაღაცა სახის დარღვევა და რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს შედეგიდან გამომდინარე შეიძლება იმჯერა ამ საკითხებზე ფორმალისტური მიდგომას რომ ამბობენ ხოლმე ზუსტადაც რომ აი ესეთ შეიძლება ფორმალურად სახეზე გქონდეს რაღაცა გადაცნობა რაღაცა ხარისხის დიახ რაღაც ხარისხის ეხა ხო გააჩნია დემონსტრაციულად არღვევს თუ შეიძლება მართლა ადამიანს რაღაცა შეიშალოს აი ამ შემთხვევაშიც მაგალითად თქვენ რა კითხვას დამისვით ამას რომ თავი არ ავარდიდე და გადავიდე ისევე ძულ კითხვაზე გიორგის კითხვაზე მაგალითად შეიძლება მიაჩნდეს რაღაცა საკითხთან მიმართებაში რომ ეს კომუნიკაცია, რომელიმე უცხოელი პარტნიორი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის რომელიღაცა ოფიციალურ წარმომადგენელთან არ არის იმ სახის, რომ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას წარმოადგენდეს და ამას არ ჭირდება თანხმობა მთავრობის. ეს შეიძლება თქვენ რო იყოთ, თქვათ, მის ადგილზე, ასე მიიჩნიოთ, შემდეგ აღმოჩნდეს, რომ ეს არასწორად მიიჩნიეთ. ამ დროს სახეზე იქნება კონსტიტუციის დარღვევა, აღმოჩნდა რომ არასწორად მიიჩნიეთ, საკონსტიტუციომ დაადგინა, ანუ ვიღაცამ შეგნიშნა და თქვენ გაიზიარეთ არგუმენტების გამო, მაგრამ ეხა ხარისხი აქედან გამომდინარე ხარისხზე შეიძლება იყო განზრახული ასე ვთქვათ. ამიტომ განზრახვა და გაუფრთხილება რა შუაშია სისხლის სამართალი ხო არ არის, მაგრამ რაღაცა ხარისხი დარღვევას, გადაცნობას ეს შეგნებულად არის, შეუგნებლად არის, დემონსტრაციულად არის, კაფიოდ ჩანს, იცი და სპეციალურად ამას დემონსტრაციულად აკეთებ. ამას ყველაფერს მნიშვნელობა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას აქვს სამართალში, მათ შორის აი ამ შემთხვევაშიც თავისი მნიშვნელობა, ხო? იმ შემთხვევაში რა შემთხვევაც მე მოგიყევით ახლა მაგალითად მოვიტანე აქ იმ შემთხვევაში შეიძლება არ დადგეს იმპიჩმენტის საკითხი ხო იმიტომ რომ შენ გქონდა ასეთი აღქმა პრეზიდენტს და იმოქმედე ამ აღქმის ფარგლებში და შეიძლება შეითვალოს შეცდომა და არა კონსტიტუციის დარღვევაც და იქაც შეიძლება თქვა რაღაც აღქმა გქონდა მაგრამ როდესაც ერთხელ ორჯერ სამჯერ 10ჯერ მითითებული იქნა რომ მას არ გქონდა არ გააჩნდა შესაბამისი კომპეტენცია ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით ასე მოქცეული იყო ესე თავის დისკრეციად მიიჩნია და უფლებამოსილებად რომელიც მისი ექსკლუზიური უფლება იყო ასე ვთქვათ და ამ შემთხვევაში ვთქვათ რაღაცა ზღვრამდე წითელ ხაზამდე არ მივიდა პროცესები მანამდე ეს არ ჩაითვალა იმდენად სერიოზულ დარღვევად რომ შეიძლება და იმპიჩმენტის საკითხი თავის მხრივ შაშანა ჩვენ თქვით ბრიფინგი ჩავატარეთ რომ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი მაგრამ კონსტიტუციის დარღვევა ეს არის სამართლებრივი უხეში ფორმა აქტი რაღაც მოქმედებაში გამოხატული და მეორე საკითხი იმპიჩმენტი რომელიც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე არ მივედი ჩვენ დავაფიქსირეთ სამართლებრივი ხარვეზი დარღვევა რაც გინდა დაარქვით მაგრამ ამისი თანმდევი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ არ ვიმსჯელეთ მაგრამ როგორ მიიღეთ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ყველაფერი გადაილახა და საფრთხეს გაცილებით მეტი იყო სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ჩვენ თქვით რომ დიახ წითელი ხაზია გადავახურდა თუ კრიტიკა იყო კაცრი პრეზიდენტის მხრიდან თუ კაცრი კრიტიკა იყო პრეზიდენტის კრიტიკა ამ შემთხვევაში არაფერს შუაში არ არის რატომ ისი საპარლამენტო გამოსვლა 26 მაისის კრიტიკა რომ ყოფილიყო მაშინ დახუჭავდა ოცნება თვალს ამ ყველაფერზე ეს კითხვა ის კრიტიკა არაფერს შუაში არ არის აი ზუსტადაც რომ კრიტიკა არაფერს შუაშია რატო ეხა გეტყვით დღეს ძალიან კარგი პასუხი გასცა ბატონმა თენგიზმა შარმანაშვილმა 26 მაისმა რა გამოაჩინა იცით საგარეო კურსთან დაკავშირებით მისი აბსოლუტურად პრეზიდენტის აბსოლუტურად აცდენილი წარმოდგენა თუ შეგნებულად გაკეთებული განცხადებები ბოდიშის მოხდა აი წარმოიდგინეთ ამდენად უხეში აქტია მისი მხრიდან დამოუკიდებლობის დღეზე ბოდიშის მოხდა გარდაცვლილი გმირებისათვის და მისი ოჯახებისათვის მთავრობის პოლიტიკური კურსის გამო. აი რამდენად ის აცდენილია და რა უნდა ილაპარაკოს ახლა მოდი პოლიტიკურ ხარისხს გადავიდეთ ერთი წამით რომ თლად სამართალში არ დავჭირთ და გასარკვევი იყოს ადვილად ყველა მოქალაქისათვის ვინც მოგვისმენს. ნახეთ უცხოეთში წასული პრეზიდენტი როდესაც ამბობს რომ ფორმალურად შაშან არ გეკუთვნოდა წელს არ გეკუთვნის ფორმალურად ასრულებდა არარეალურად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ბოდიშს უხდის
გმირებს, გარდაცვლილი გმირების ოჯახებს მთავრობის პოლიტიკის გამო და მას მთავრობამ უნდა გადასცეს საკუთარი უფლებამოსილება, რომ მის მაგივრად წარმოადგინოს უცხოეთში საქართველოს პოზიცია? და რატომ არ აკეთებს ამას მთავრობა? და რატომ დაირღვა, რატომ გადაალახა თითქმის ხაზის კითხვაიცოდა? ევროპისკენ ამას ვისმენთ პრეზიდენტის მხრიდან, რომ მისი მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსის მოპოვება ამ ეტაპზე. ამის საწინააღმდეგო რა აქვს მთავრობასო? ნახეთ, დღეს მოხდა ერთი საოცრება, პრეზიდენტის წარმომადგენელი ითხოვდა მტკიცებულებას, აბა თქვენ რომ რაღაცებს ეჩვენებთო, ეხლა იქ რაზე იყო საუბარიო, მტკიცებულება და თქვა რომ მტკიცებულება წარმოადგენთ, რომ პრეზიდენტი არღვევდა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ისეთი ფორმით, რაც კონსტიტუციის დარღვევა. იქ რას აკეთებდა სამართლებრივი თვალსაზრისით და მას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ეს არის მორალურ პოლიტიკურ როგორიც იქნებათ მხარე ამის. სამართლებრივი თვალსაზრისით არის წმინდა წყლის მანიპულაცია იქიდან გამომდინარე, რომ არაფერ შუაში არ არის. იქ რას ლაპარაკობდა, როგორ ლაპარაკობდა, იმიტომ რომ მან სამართლებრივად უკვე დაარღვია კონსტიტუცია, ფორმალური შემადგენლობა დარღვევისა იყო, მაგრამ კი ბატონო, ეხა ჩავყვეთ ამაშიც. მორალურ რომ არ შეჭრილა ის მთავრობის კომპეტენციაში. მთავრობის კომპეტენციაში არ შეჭრა ნიშნავს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას არ ახორციელებდა და აბა რა ქვია, ამაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ნახეთ, იქ რაზე ლაპარაკობდა, ორი ადამიანი ლაპარაკობდა, ორი პრეზიდენტი. და მისი წარმომადგენელი გეუბნება შენ მომიყევი რას ლაპარაკობდნენ. ახლა რეალურად გეჩვენებათ ოდნავ ის ლოგიკა სად არის. თქვენ და მაგდა რო ვილაპარაკოთ ერთმანეთში რაღაც და მე რომ მაგდას წარმომადგენელი ვიყო და სხვას რომ მართლებოდი, აბა მომიყევი. ეხლა დროზე რა ილაპარაკეს გიორგიმ და მაგდამ. რა საიდან მოგწეს ეს ლოგიკა, რა უბედურებაა. მაგრამ აქ არის მეორე საკითხი. მეორე ნონსენსი რბილი სიტყვა. მათ ოღონდ გაემართლებინათ. უკვე მაინც სამართლებებზე გადავდივარ, შევეცდები ძალიან გასაგები, ხო, ოღონდ გაემართლებინათ, ბოლოში წარმოადგინეს დეფინიცია. რაღაც თავისებური ხედვა ჩამოაყალიბეს ბევრ აბსურდს, რომ ლაპარაკობთ ამ ორი წლის განმავლობაში, ვიღაცა მათ შორის გარედან იმ ორმა თუ სხვებმა, ვინც კარნახობენ რაღაცა ჯგუფთან ერთად ან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ვიღაცა მოიფიქრა, რომ დეფინიცია, რაღაცა განმარტება დაედოთ სიტყვით. იმისათვის, რომ ეთქვათ რომ რაღაც არის წარმოადგენლობითი უფლებამოსილება და რაღაც არ არის. ანუ შეეცადნენ რომ აი ამ მუხლის რაც ეხლა აქ გვაქვს ჩვენ რომ მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმოადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში ამის გარეთ გასულიყვნენ. და თქვენს ასეთი რამე ამის ძალა ალბათ ბევრს არ შეწევს ის გაიმეოროს ისე მარტივად რაც მათ წაიკითხეს იქ თვითონ ქალბატონი თამარიც კითხულობდა. ნებისმიერი ქმედება რომელიც საგარეო ურთიერთობების კუთხით არის კონტაქტი და რომელსაც არ მიუყავართ ხელშეკრულების დადებამდე, პოლიტიკური ვალდებულების წარმოშობამდე და სხვა ტიპის ხას უსვამ, სხვა ტიპის შედეგამდე, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკურ ცვლილებამდე, კანონური და კონსტიტუციური ქმედება, ანუ აი ამას უნდა მე იურისტი არ ვარ და აი ასევე ვკითხავ მაგის გაგრძელებას. თუ კი რამე შედეგი არ დადგა, თუ კი მაგალითად არ დადგა კონკრეტული ზიანი, რომელიც დასაკუთრებადია, მაშინ რანაირად შეიძლება პრეზიდენტს ბრალი წაუყენოს? კონსტიტუციის დარღვევა ზიანთან დაკავშირებული არასდროს არ არის. კონსტიტუციის დარღვევა სამართლებრივად ზიანი დადგა თუ არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის აბსოლუტურად არავინ არ იმსჯელებს ესე. თავად პრეზიდენტის წარმომადგენლები კი ამას ვერ გაბედავენ. ზიანის დადგომა რომ მიაბან კონსტიტუციის დარღვევის სამართლებრივ აქტს, ამას ვერ იზამენ. თქვენ აგუხსნით რა არის წარმომადგენლობის უფლებამოსილება, ამას ძალიან დიდი დრო დაეთმო განხილვის. კი ბატონო, ნახეთ რა ხდება. ამ შემთხვევაში, ანუ პრეზიდენტის წარმომადგენელი სურთ რომ ხელშეკრულების დადება, კი ბატონო, პოლიტიკური ვალდებულების წარმოშობა რაღაც ვალდებულებას რომ აიღებს პრეზიდენტი, მხოლოდ ეს წარმოაჩინოს, ან სხვა ტიპის შედეგი, სხვა ტიპის აიგულის მაგრამ ვილაპარაკოთ, წარმოაჩინოს როგორც წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამ დროს, ამ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ხსენების შემდეგ, აქვე გვაქვს ის შემთხვევა, რაზეც ისინი აპელირებენ, აწარმოებს მოლაპარაკებებს. აი აქ რაც თქვენს მათ მოლაპარაკების წარმოება ისედაც გათვალისწინებული იმისგან დამოუკიდებლად წარმომადგენლობითი უფლებამოსილება რომ წერია მძიმე წერია და ხელშეკრულებაზე ცალკეა საუბარი რაც მათ თქვენ და შემდეგ სხვა სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ეხლა ნახეთ პოლიტიკური ვალდებულების წარმოშობა. პოლიტიკური ვალდებულება შეიძლება წარმოიშოს რაღაც გარიგებით, ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. ანუ რაც მუხლში წერია, იმას საუბრობენ ოღონდ არ საუბრობენ რა არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ამის გარეთ ისედაც წერია და
ანუ ამ მაგალითს მოტანა არ შეიძლება. ეხლა რაც შეეხება წარმომადგენლობით უფლებამოსილებს, ნებისმიერი კონტაქტი, ნებისმიერი აქტი, სადაც პრეზიდენტი გამოდის საქართველოს სახელით. მაგალითად, აი, სადაოს რო არ იყოს ძალიან ეხა ტელეფონის რაღაც აქამდე რო დაყავთ სპეციალურად პიარულად. ტელეფონზე საუბრები, მისალმება როგორ შეიძლება იყოს წარმომადგენლობა, მაგრამ აი საქართველოს პრეზიდენტი წავიდა, თქვა საერთაშორისო ფორუმზე, რომელშიც იღებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელი, თქვა ხელმძღვანელები, პრეზიდენტები, პრემიერები მონაწილეობას და ამ ფორუმზე წარდგა სიტყვი და დააფიქსირა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საქართველოს პოზიცია და გაახმოვანა რაღაც ახალი მესიჯები, არც ხელშეკრულება, რაც თვითავად თქვეს. არც ხელშეკრულებას დებს ამეთ. არც პოლიტიკური ვალდებულება არ წარმოიშობა არანაირი, მაგრამ რაღაცა პოზიციას აფიქსირებს ქვეყნისაც, რომ ჩემი ქვეყანა ფიქრობს ასე. რომ ასე უნდა გადაწყვეტოს რაღაცა საერთაშორისო მისალოცი ბარათები, მისალოცი ზარები, აი რაღაც საქართველოს ფიქრობს ასე. ახორციელებს თუ არა თქვენი გაგებით ახლა ხო არა ხართ იურისტები ახორციელებს თუ არა წარმოდის გასაგებია მაგრამ აქ უკვე მსჯელობა წავიდა იმაზე წავიდა მსჯელობა რომ გასვენებაში წავიდა და მიესალმა ვიღაცას თავრობის კი ეს გასაგებია რომ თუ ის სიტყვით გამოდის და სახელმწიფოს პოზიციას აფიქსირებს ნუ ცხადია ჩემი აღქმით არა იურისტის აღქმით უნდა უთხრა მაყურებელს ნუ ის მგონია რომ იურისტის აღქმით წესია იმიტომ რომ თუ საქართველოს სახელით ლაპარაკობს რაღაც საერთაშორისო ფორუმზე სადაც არის წარმოდგენილი საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, პრეზიდენტები და მის გარეშეც ოფიციალური წარმომადგენლები, ბუნებრივია ის წარმოადგენს საქართველოს აიაყავს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს ამ დროს სალომე ზურაბიშვილმა რა უნდა ქნას რომ ადგეს და ჯერ გადაამოწმოს და მთავრობისგან მიიღოს ნებართვა და შემდეგ უპასუხოს ეს კითხვები ისმოდა ეს კითხვები ისმოდა მაგალითად არის ერთი თეორია იმის შესახებ, ეს უკვე სიღრმეებში ჩასვლა როგორ ამასთან არ გვაქვს საქმე. ეს სპეციალურად მოტანი მაგალითად ხო ხედავთ თქვენ სამკითხვას მისვათ. ტელეფონზე კონტაქტი არის თუ არა წარმომადგენლობა, გააჩნია რა თემაზე ელაპარაკე, მოსაკითხად თუ ელაპარაკე, როგორ ახარ ჯანმრთელობა როგორ არისო. რა თქმა უნდა ეს წარმომადგენლობა პრობლემაა. კი ბატონო, მაგრამ თუ სახელმწიფოებრივ საკითხებზე უნდა ელაპარაკოს, მაშინ დიახ, თუ ქვეყნის პოზიცია უნდა დააფიქსიროს და სხვა ქვეყნის ხელმძღვანელთან საუბარში, ბუნებრივია ის ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. გეოგრაფია რა როლს ასრულებს ამ საკითხში? მე და თქვენ ვართ ორი პრეზიდენტი და თქვენ მე მირეკავთ რაღაც საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და საჭიროებს სახელმწიფოებრივი პოზიციას დაფიქსირებას, რომელიც რაღაცა სამომავლო თემებზე ახდენს გავლენას. ეს სატელეფონო საუბარი ჩვეულებრივი ამბავი ხო არ არის? ამასაც ჭირდება მთავრობის თანხმობა, ხო? და თუ მეკითხებით, რომ აი გუშინ წინ ფეხი რო ვიღრძე და თქვენთვის ცნობილი გახდა და ამის შესახებ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაინტერესებს, ბუნებრივია აქ წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე საუბარი ვერ იქნება. აი ამიტომა დაყვანილი რომ ჩვენ აქამდე ამაზე ვილაპარაკოთ და უდაო ფაქტია ის რომ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მიდის უცხოეთში, რომ საქართველოს სახელით რაღაც თემებზე ილაპარაკოს, ხარდაჭერა მოიპოვოს, ან არ მოიპოვოს პირიქით, ეს არავინ არ იცის რისთვის მიდის და ამაზეც უნდა ვილაპარაკოს. ეს არის აუცილებლად წარმომადგენლობის უფლებამოსილების გაფორმება. მათ შორის ესეც ითვლება, მაგრამ არც ამაზე ახლა დავა. ახლა ეს დავა არ არის კომპეტენციური დავა. ქვეყნის შიგნით როდესაც მთავრობა ისედაც საქმის კურსია, პროტოკოლური ღონისძიებები იქ მიდის და მთავრობის ჩართულობის გარეშე ესეთი ვიზიტი ვერ შედგება. ჩართულობა არ ნიშნავს მთავრობის ნებართვაზე რო ლაპარაკობდა ირაკლი კობახიძე, სწორედ ამას გული ხონდა. აქ სამართლებრივი და პოლიტიკური რისკი ერთად აღებული კონსტიტუციის დარღვევასთან მიმართებაში კი შეიძლება ნაკლები იყოს, იმიტომ რომ ქვეყნის ეს შეიძლება არასწორი პრაქტიკა იყოს და პრაქტიკის დახვეწამ შეიძლება მოგწეს ის რომ მოუთხოვოთ რომ თუ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს ქვეყნის შიგნით სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში აქ კომპეტენციური დავა შეიძლება დაიწყოს ამაზე ეს საჭიროებას ხო რა ეს არის რამდენად რეალისტურია ყველა ასეთ მოქმედებაზე მიიღოს თავრობის თანხმობა აი ამასთან მივიდეთ ბოლომდე ნახეთ რამდენად რეალისტურია და რეალისტური ნებისმიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება დაკვალიფიცირდეს სწორად კომპეტენციურ დავას იმიტომ ვახსენებთ რომ დაკვალიფიცირდეს სწორად რა შემთხვევაში არის პრეზიდენტის კომუნიკაცია სხვა ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელთან ამაზე შეიძლება იყოს სხვა დავა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ვიზიტი წარმოუდგენელია რომ შეფასდეს უცხო ქვეყანაში ვიზიტი ქვეყნის თემებზე სასაუბროთ, როგორც პრეზიდენტის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი წარმოუდგენელია არ შეფასდეს წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელებას. ამისი თეორიული შანსიც არ არსებობს და მეორე არა მხოლოდ სამართლებრივი მხარე
წეღარ მე ხაზი გავუსვით თქვენს კითხვაზე, სხვა ტიპის შედეგს. ეხლა თუ მათ აინტერესებთ პრაქტიკული შედეგები, გადავიდეთ ისევ პოლიტიკაში, გადავიდეთ ისევ მორალზე. ბატონო და მაშინ კითხავთ პირდაპირ, რას აშავებს პრეზიდენტი? მაგ კითხვის პასუხი იქნება. რას აშავებს ახლა ვეგეტყვით. ახლა გაიხსენეთ თუ შეიძლება მომეხმარეთ, რამე არ დამავიწყდეს, ამდენი რაღაცებიდან გამომდინარე ბევრი რაღაც გვიტრიალებს ტვინში და ბევრი ინფორმაცია არის ჩვენ ტვინში. მომეხმარეთ თქვენ იმაში, გამახსენეთ რა შედეგი გახსოვთ ბოლო ამ ვიზიტებიდან. აი კონკრეტული შედეგი რა გახსოვთ? შარშან იარა სადღაც თანხმობა ქონდა და ასე შემდეგ, იარა და შედეგი რა ვიცი ახლა არც იყო მასე დამოკიდებული გასაგებია და პასუხისმგებლობა მთავრობის არის, მაგრამ არ იყო უსამართლოდ მოგვიქცნენ პირიქით. შემოდგომაზე იწვევს ნახოთ კანდიდატის. აი ამ შემოდგომაზე რას ვიტყვით ახლა მითხარით. კონკრეტულად რა გახსენდებათ ბოლო შეხვედრებიდან შედეგი? გახსოვთ რამე? მაშინ რა უნდა ყოფილიყო? ახლა ერთი მე მახსოვს შედეგი. აი მაგალითად მაშინ ასეთი კითხვას და ის კონკრეტული შედეგი გვაქვს. სხვა ადამიანების კონკრეტული შედეგი თავრობიდან მიწვიდები შედეგი რა დაიდო? კონკრეტული შედეგი გვაქვს მეთქი. იქ შედეგი, აი სწორი აქ არის სწორი ჩართვა და შენიშვნა რომ წიწილებს იწვიან შემოდგომაზე, შედეგი თუ იქნება სამართლიანი, იქნება ობიექტური და საქართველოსთვის სასარგებლო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ ისე უსამართლო იქნება და ამას დავამტკიცებთ. ყველა დონეზე ოდნავად ობიექტურად თუ იფიქრებს ერთი ადამიანი მაინც ბოლო ადამიანამდე მივალთ რომ თუ არ მივიღებთ სტატუსს ეს იქნება დიდი უსამართლობა ისევე როგორც ჩარშან იყო და თუ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს ეს იქნება როგორც ქართველი ხალხის კი ბატონო ისე ხელისუფლების და ყველას დამსახურება მაგრამ ამას თავი დავანებოთ ერთი წამით შედეგი გვახსოვს კონკრეტული რაც სხვა შემთხვევებში თვალნათელი არ იყო პრეზიდენტი ლატვიის პრეზიდენტ შეხვდა გამოვიდა ლატვიის პრეზიდენტი რაც მანამდე არ გაუხმოვანებია იმ სახელმწიფოს წარმომადგენელს მან თქვა რომ საქართველოს უნდა კი არ შეუერთდეს კი არ მიუერთდეს საქართველოს უნდა დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოგთხოვა რომ დავაწესოთ სანქციები, რომელიც დააზიანებს მხოლოდ საქართველოს და ეს ზიანი ყველაზე ესეთი რბილი დათვლით შეიძლება იყოს 10% და ყველაზე ცუდი დათვლით შეიძლება ეს 16-18%-საც კი გაცდეს. ეს იყო შედეგი. თუ აინტერესებთ მორალურ პოლიტიკური მხარე ამის, შედეგი ერთ-ერთი შეხვედრიდან გამოსულმა პრეზიდენტმა ეს წამოიღო რომ მოგვიწოდა პირდაპირ რომ რუსეთის წინააღმდეგ ხას უსაო, კი არ მივერთებოდით ან გვერდის ავლისთვის საშუალება არ მიგვეცა, რასაც ისე ვაკეთებ სანქციებისთვის ვიღაცას არ მიცემოდა ესეთი საშუალება, არამედ სანქციები დაგვეწესებინა პირდაპირ. პრეზიდენტმა რო იკითხავს, რომ საპარლამენტო დელეგაციები როდესაც დადიან, რა შედეგს დებენ, რა იქნება თქვენი პასუხი? საპარლამენტო დელეგაციების შედეგი რა არის, ეს უნდა ვნახოთ შემოდგომაზე, როდესაც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ ან ვერ მივიღებთ. აქ პასუხისმგებლობა არის მთავრობის, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების, ეს პასუხისმგებლობები გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა მათ შორის მოსახლეობის ინფორმირებულობის, მათ შორის კამათის დავის დისკუსიის თუ ამ ქვეყანას ვინმე უსამართლოდ მოექცევა, მოსამართლიანად მოექცევიან, შედეგი იქნება ობიექტური, ადეკვატური იმისა, რასაც ქართული სახელმწიფო აკეთებს. და ამის განმარტების ვალდებულებაც გვაქვს, რას ვაკეთებ და რაც არ ვაკეთებ. თუ უსამართლოდ მოგვიქცევიან, ამის განმარტების ვალდებულებაც გვექნება. და პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა რაც უნდა იაროს ან არ იაროს, არც ერთ შემთხვევაში არ აქვს. კომპეტენციაზე როცა დაობენ აქედან გამოდიან ხო სამართლებრივი რაღაც დათქმები, დოგმატური დათქმებიც კი ბატონო პასუხისმგებლობა არ გაქვს ანუ შენ რაღაცას აკეთებ იძახილ ჩემი კომპეტენცია და პასუხისმგებლობა კომპეტენციას თუ არ მოსდევს ასეთი კომპეტენცია ბუნებაში არ არსებობს კომპეტენცია პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ამავდროულად წარმომადგენლობით უფლებამოსილებას დაუბრუნდეთ განხილვის დროს მოიყვანეს არაერთი მაგალითი კომუნიკაციის მათ შორის უცხოეთის თანამდებობის პირებთან სადაც პრეზიდენტს არც თანხმობა უთხოვია მთავრობასაც თანხმობა არ მიუცია და ეს პრინციპში მართლმა გუნდმა რომ ეს არის ხარვეზი პრაქტიკაში, რომელიც დანერგილია და რა თქმა უნდა ეს ცუდია, მაგრამ უნდა აღმოიფხვრას. ეს არის თუ არა თქვენი ოპონენტების სასარგებლო არგუმენტი. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა კავშირში, რომ პრაქტიკაში არის ხარვეზი, ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, სადაოც არ არის წარდგინებაში მოყვანილი ფაქტები. ნახეთ გრადაცია როგორ არის. ის რაზეც ჩვენ დავობთ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკულად უდავო ფაქტია. იქიდან გამომდინარე, რომ იქ ვერ დაკვალიფიცირდება ვერანაირად იურისტები ხო უსმენენ ამ ყველაფერს ხა იქ რაც ხდება ირაკლი ყობახიძე გამოდის და არ ვიცი ხა ჩვენ ყველანი
მიუხედავად იმისა, რომ მეც იურისტი ვარ, მეც სამართლის დოქტორი ვარ, მაგრამ არ ვარ იმ სფეროს სპეციალისტი, თუმცა ბევრი რამე ვიცი, რა თქმა უნდა, მათ შორის კონსტიტუციის სამართალში, ყველანი მათ შორის თავის დროზე თამარ ჩუგოშვილიც, როგორც კი კონსტიტუციასთან დაკავშირებით რამე კაზუსის ამოხსნას გადავწყვეტ ხოლმე, პირველი, ვისაც ვეკითხებით, ეს არის ირაკლი კობახიძე. ეს ხო ყველამ ვიცით, ახლა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონსტიტუციონალისტი და ამ თემაში ყველაზე კარგად განსწავლული ადამიანი, რომ ირაკლი კობახიძეა და არიან კიდევ რამდენიმე ძალიან ცნობილი და საპატივცემულო ადამიანი, მაგალითად ჯონი ხეცური და აღარ გავაგზავნებ ფილმის გული ვარ დავწყვიტო. აი ამ ხალხს ვეკითხებით ხოლმე. და მისი დაწერილი, მისი ხელმძღვანელი ხა ჩვენ ჩართულები ვიყავით ყველანი, მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი ამაში რომ აი ამ კონსტიტუციის ასე დეტალურად, ასე ინტერპრეტაციის სხვა საშუალებას რეალურად რომ არ იძლევა და ასე გამიჯნული რომ არის სტატუსი და კომპეტენცია და ამაზე რომ ესე თავისუფლად საუბრობთ, ეს ხო თავად ირაკლის დამსახურებაა, ხო? და არგუმენტები მეორხნდა ვერ იქნება, აი ამ გრადაციაზე საუბრობთ, ვერ იქნება იმდენად აშკარაა, იმდენად ხელისგულზე დევს დარღვევა, რომ უცხოეთში როდესაც მიდის და ხდება სხვა ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, საქართველოს პრეზიდენტი, ამას რომ ეს რომ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და მას რომ თანხმობა ჭირდება, ეს უდაოა. ეხლა გადადიან რომ ამას გაუთანაბრონ აი გრადაციაში სხვა რაღაცები. მათ შორის შიგნით პრაქტიკაც ასეთი იყო, თავად საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის მიუთითებდა 52 მუხლზე. არა, იმიტომ რომ ვალდებულება ქონდა. ასეთი პრაქტიკა იყო. ნახეთ, არა, ხარვეზი აქ ორ ხარვეზზე იყო ლაპარაკი. ერთი ჩვენი მხარეც საუბრობს იმაზე, რომ შეიძლება ხარვეზით მიდიოდეს, ეს რეალური ხარვეზია, რომ იყოს რაღაცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სხვა ფაქტები, ესე აშკარა კი არა. შეიძლება ოდნავ საკამათ, მაგრამ იქ საკამათ ბევრი რო არ არის და არა ასეთი აშკარა, სადაც შეიძლება კომპეტენციური დავა დაიწყო და საკონსტიტუციო სასამართლოს კითხო და იმან გითხრას, რომ ესეც წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სხვა შემთხვევა ან არის, ან არ არის, მაგრამ არა ამ შემთხვევაში, სადაც აშკარაა დარღვევა. და აქედან გამომდინარე, ორ ხარვეზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ, რაც მათ თქვეს, რომ ხარვეზი იყო, რატო იცით? ამდენი წლის განმავლობაში, რომ მიუთითებდა 52 მუხლს და სწორად უფლებამოსილება მხოლოდ 52 მუხლშია გაწერილი და სტატუსში საქართველოს პრეზიდენტის სიმბოლურ სტატუსში მოტანილ სიტყვებს რომ ეკიდებიან, ეხლა და გადაწყვიტეს რომ უი 52 მუხლით ხელმძღვანელობდი და მოქმედებდი აქამდე და სინამდვილეში აღმოვაჩინე 52 კი არა 59 უნდა მე მოქმედა, რომელიც მოქმედების საშუალებას კი არ იძლევა, კაცო, მოქმედების საშუალება არის შენი კომპეტენციის ფარგლები, ჩარჩოები, რაც შემოსაზღვრულია 52 მუხლით და 59-ში არის სიმბოლური სტატუსი. ეს არის ძალიან მარტივი საქმე და ირაკლი კობახიძის ცნობილი ფრაზა რომ პირველ კურსელების кейსია რომ ამაში სხვა შორის უსაყვედურეს რომ შეურაცხყოფას აყენებთ სტუდენტებს, მაგრამ თუ ასეთი მარტივია, რატომ მიწევს ამდენ კამათს? იმაზე გავჩერდეთ ერთ წამით ბოდიში, ისიც ძალიან დაბიო манипуляция და პოპულიზმია, შეურაცხყოფას აყენებს ირაკლი კობახიძე პირველ კურსელებსო. ანუ ეხა აი რა გამოდის, რომ მე რო ვთქვა, რომ ეს პირველ კლასელის რაღაც გასარჩევი ამბავია, ორჯერ 2-4 რაღაცა, ეს მე-4 მე-5 კლასის გასარჩევი ამბავია, ესე იგი მე ვაყენებ შეურაცხყოფას პირველ კლასელებს, მე-4 კლასელებს, მე-5 კლასელებს, მე თუ რაღაცას მივიჩნევ, რომ ეს რაღაც არასრული განათლების, საშუალო განათლების კომპეტენცია, მე-9 კლასელებს ვაყენებ შეურაცხყოფას და ასე შემდეგ. ეს რა, აი საიდან უნდა მოიტანო, რატომ უნდა იკადრო ესეთ რაღაცა, რომ პირველ კურსზე რომ ასწავლიან ამ დონის კაზუსია ადამიანი რომ ამბობს, შენ ამბობ, რომ პირველ კურსელებს არგუმენტი როდესაც არა გაქვს, მაშინ იყენებ ასეთ манипуляციებს და აი ამ დაბიო პიარის წარმოებას იწყებ და დისტრიბუციას იწყებ. როდესაც არ გაქვს არგუმენტები, მაგრამ როდესაც იცი რომ აი ამაზეც რომ განვარტოთ, პარლამენტის სტატუსზე იყო დღეს ლაპარაკი. რამდენად უდაოა კიდევ ერთი არგუმენტი. პარლამენტის შემთხვევაში, ნახეთ 39 კომპეტენციებიც დევს უკანში ამ მომენტში. პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება. რატომ წერია, იცით გიორგი, ეს ერთად? იმიტომ წერია სტატუსი და თავიდან რითი დავიწყე გახსოვთ? პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება და კომპეტენცია შესაბამისობაში ერთმანეთთან. პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილება არის აბსოლუტურად აცნელი ერთმანეთისათვის, რაც დამახასიათებელია საპარლამენტო ქვეყნებისთვის და მოწყობისთვის. ამიტომ არის ცალკე და აქ პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება ერთ და იგივე მუხლში წერია. ანუ
რაც არის სტატუსი, რა სტატუსიც აქვს პარლამენტს, იმ დონის შესაძლისი შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია საქართველოს პარლამენტს. ეს არის საპარლამენტო ქვეყანა. სხვა თემაზე საუბარიც უნდა მოვასწროთ. ეს თემა მინდა ამოწუროთ, ბოლო კითხვა მინდა დავისვათ. საუბარია იმაზე, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უпростоრად ქართულ ოცნებას უკვე მობილიზებული ყავს 100-ზე მეტი დეპუტატი, რომლებიც იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო დაადგენს, რომ პრეზიდენტი მტყუანია, მხარს დაუჭერენ და გადააყენებენ. ადასტურებთ? არა. არ ვადასტურებ, იმიტომ რომ ჩვენ არათუ მობილიზებული გვყავს. არანაირი მოლაპარაკება არავისთან არ ყოფილა? არც ერთი მცდელობაც კი ჩემს გარეშე ეს ამბავი არ მოხდებოდა. როცა ფრაქციის და უმრავლესობის სახელით ვინმე ლაპარაკობს, მე და ირაკლი საუბრობთ ხოლმე პირველ რიგში ამასთან დაკავშირებით, ახლა ფრაქციის ხელმძღვანელი და უმრავლესობის ლიდერი, ხო? და იცით რომ რაღაცა მოლაპარაკებებზე თუ საუბრობთ ჩვენ, ძირითადად ჩვენთან ხდება ხოლმე ეს ამბები და არაერთი სიუჟეტი გასულა და გადაგიცეთ საზოგადოებისათვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემთანაც მათ შორის ოპოზიციონერებთან რამდენი შეხვედრა გამართულა, ზოგი რაღაც შედეგით, ზოგი უშედეგოდ, მაგრამ შეხვედრები ასე იმართება ხოლმე. მე მთელი პასუხისმგებლობით გიდასტურებ, რომ არანაირი შეთავაზება ხარდაჭერის მე და ჩემი გუნდის წევრებს არ გაგვიკეთებია ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის, მაგრამ ეს არ გამოიცხავს, რომ მათ მაგრამ მე არ ვიცი რაც გამოიცხავს ამ შემთხვევაში, მაგრამ ერთი რამე კი ცხადია და ამას გავიმეორებ ყოველთვის. მით უმეტეს მანამ სანამ კენჭისყრის საკითხი დადგება. ვინც აი ამ საკითხთან დაკავშირებით მხარს არ დაუჭერს და წინააღმდეგ იწავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის, ის თანამონაწილე ხდება, ამით კი არ ვაშინებ ვინმეს, ესაც ჩემი პოზიცია. ის თანამონაწილე ხდება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით და ეს კარგად უნდა გაითავისოს ყველამ. იმიტომ რომ ასეთი ცალსახა დარღვევა შედეგზე რაზე გავდივართ, იცით? აქ ყველა ეს რადგან გინდათ რომ შევაჯამო ეს თემა, ეს იმდენად აშკარა, მკაფიო, დემონსტრაციულად დარღვევის საკითხია, რომ ასე რომ კონსტიტუცია წავიკითხოთ, შეიძლება ნახევრად ხუმრობითაც ვთქვა, სერიოზულად ხუმრობითაც როგორც გნებავთ ისე მიიღეთ, ხვალ აი ეს რო გაიტანონ თავშოთ და ეს სტატუსი წაიკითხონ უფლებამოსილებად, მაშინ გეტყვის რომ მე ვარ თავარსარდალი და ეხა ჯარი გამოვიდეს და მოდი ომი დავიწყოთ. ეს შეიძლება უტრირებულიც იყოს, გადაჭარბებულიც იყოს, მაგრამ თუ აქ რაც წერია, მათ ლოგიკას დაუჯერებთ და ეს უფლებამოსილებას ნიშნავს, ხო არ ნიშნავს არანაირად ვერანაირი გაგებით, მაგრამ ეს იურიდიული ვერანაირი გაგებით, მაგრამ თუ ეს ნიშნავს კომპეტენციას და უფლებამოსილებას, მაშინ უმაღლეს მთავარსარდალია წერია კონსტიტუციაში თავდაცვის ძალების და შეიძლება ხვალ ჯარი გამოიყვანოს და გახსნას მეორე ფრონტი. იგივე აი აბსოლუტურად ესე ლოგიკური იქნება ბჭყალებში თუ მის გარეშე ასეთი მისი მოთხოვნა ყოველ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს არის რაღაცისკენ მიდიან. ამდენად არაკომპეტენტურებიც არ არიან ეხა არც ერთი და არც მეორე. ქალბატონი მაია და ქალბატონი თამარი, რომ მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდნენ და ვერ და არასხვავებდნენ კომპეტენციას, უფლებამოსილებას და სტატუსს ერთმანეთსგან, რომელიც თან საპარლამენტო მოწყობის ქვეყნებში ერთმანეთთან შეუსაბამო მესამედ ვიმეორებთ. ეცავთ, იმიტომ რომ ეს მარტივი ამბავია ძალიან. გადავიდეთ კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, როგორ უკავშირდება ეს სუსის მიერ გაფრთხილებას? იმდენი რაღაცა მქონდა მაგათი ნალაპარაკები ამ წელს სულ წყარში ჩამიყარეთ ეს ფუსლები ტყუილად წარმომიღია. უნდა მოვაცოთ რომ ეს თემაც მნიშვნელოვანია. ესე იგი საბოტაჟი ევროპული მომავლის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დარღვევა, დემოკრატიის შეფერხება და ასე შემდეგ. თქვენ იცით თქვენი ოპონენტების არგუმენტები, რა არის მიზეზი, რის გამოც იცვლება ეს კანონის შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ? ჩვენ არ დაგვიმალა, შეიძლება ვიღაცას დაემალა და თქო განმარტებით ბარათშიც კი არ ჩაეწერა ამ კანონის ის ინფორმაცია, ის ბოლო პერიოდში ყველასათვის უკვე საზოგადოებრივ ცნობილი ფაქტი იმის შესახებ, რომ სუსმა მიიღო ინფორმაცია და განავრცელდა, შემდეგ გადასცა საზოგადოებას უმალვე და ინფორმაცია, რომელიც დავარქვათ ასე რომ ახდა. უკვე დიდწილად ინფორმაცია უკვე გამართლდა სუსის განცხადებაში. პირველ ბრიფინგზე ვსაუბრობ, დაახლოებით 10 დღეც არ არის თუ არ ვწდები გასული. კი ბატონო. რაც ეს ბრიფინგი გააკეთა და სუსმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იგეგმება რევოლუციური სცენარი. ეხლა რამდენად განახორციელებენ ეს მეორე საკითხი ეცამე გადავა. რა იგეგმება იმაზეა საუბარი. რამდენად უტოპიურია მათი გეგმები, თუ არ არის უტოპიური, ამაზე მე ვიმსჯელოთ, მაგრამ იგეგმება ძალადობრივი აქციები ეს იყო და მათ შორის გამოკვეთილად
იყო მინიშნება კანვასის წარმომადგენლების მონაწილეობაზე ამ ყველაფერში. ეს ინფორმაცია მივიღეთ. 3-4 დღე იღლიცინეს ამაზე, საბურავები ესენი ისინი, მიუხედავად იმისა, მოდი ჯერ რა მოხდა შემდეგ, აი ამ იმ დღეების არგუმენტები რაც ხონდა, ის გავიხსენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი რამდენი გაქვთ მონასმენი, აი გაიხსენეთ. ჩანაწერი სოფონ იჟარაძესთან, ჩანაწერი ვაშაძესთან, ჩანაწერი გვარამიასთან, რამდენი ჩანაწერი, რომელიც ავთენტიკურობაშიც ეჭვი არ შეუტანია და ნამდვილია. ბიძამისთან, თემურ ალასანიასთან, ქართველებს რო აგინებენ ორივე და როგორ მოიხსენებენ, მაგრამ როგორ მოიხსენებენ ამას თავიდან, რა გეგმებზე ლაპარაკობენ, სისხლის ბრა იქნება, ბარიკადები, ოკუპანტის ენაზე ზაბარიკაძი რაღაც ოიძახის იქ და რაღაცებს რომ ლაპარაკობს, ამაზრზენ სამომავლო გეგმებზე რომ ლაპარაკობს, თავად სააკაშვილი და ამ ენაზე რაღაცებს რომ ხას უსვამს და ეს ვითომ არ ყოფილა, დაგვავიწყდა. და ვითომ არ ყოფილა 6 თუ 7 უკრაინელის დაკავების ფაქტი შეიარაღებულების, რომლებიც შემდეგ მათ შეგვაწყალებინეს, რატომ ამბობ შეგვაწყალებინეს, შეგნებულად არ წარმოცდენია. იმიტომ რომ მაშინ შეწყალება დიახ შეთანხმებული იყო. ამას ვაღიარებ, გიყვებით გულწრფელად და არც ექსკლუზივა მაინც და მაინც მე მგონი, მაშინ პრეზიდენტის საქმის კურსში, პრეზიდენტის ამოქმედების შესახებ ხელისუფლების სხვა შტოების საქმის კურსში იყვნენ და რომ არ გაგუჭებოდა მეგობარ უკრაინასთან ურთიერთობა, რომელიც სამხრივია პრაქტიკულად იქიდან მოყოლებული დღემდე, შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა, შეთანხმებულად, კი ბატონო. შემდეგ სულ მოვიწყდება გვარი ბატურინი, ბატურინი მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი, ორ მებრძოლთან თუ ეგრეთ წოდებულ ნაიომნიკთან ვიღაც ადამიანებთან ერთად შემოპარული და იქ იყო საუბარი რაღაც ზღვით შემოპარული, რაღაც საოცრებებზე იყო ლაპარაკი, რაღაც გეგონებოდა ფიზიკურად ეს ადამიანები რო არ დაგეკავებინა და არ გენახა რომ შემოპარული იყო და რაღაცა გეგმებზე რო ეჭვი რო არ ქონოდა, იფიქრებდი რა რაღაცა შეთქმულების თეორიაზე საუბრობს ადამიანები რომ მოეყოლა ეს შენობის ლოგიკა გავიგე, მაგრამ წინა შემთხვევაში შეიძლება შეწყალებაზე იყო თუ არა, არც ყოველ შემთხვევაში გადავეცით უკრაინას და მეორე შემთხვევაში შეწყალებაზე იყო. მაგრამ კანონის გამკაცრება პრეზიდენტმა შეიწყალა. აი ამ შემთხვევაში იყო ის თუ არ ზელენსკის ჩამოსვლამდე ის იყო ერთ-ერთი წინა შემთხვევა გათავისუფლების ფორმა არ მახსოვს უკაცრავად თუ ამერია და შემეშალა, მაგრამ ბატონიზე ნამდვილად გვახსოვს რომ ზელენსკის ჩამოსვლას და არ ჩამოსვლას უკავშირებდნენ ბათუმში ღონისძიებაზე და ამ დათქმით თუ შანტაჟით თუ რაც გნებავთ, ამით შეიწყალა პრეზიდენტმა ეს მეორე აქ ამერია შეიძლება და უკაცრავად. და ეს ყველაფერი გვაქვს ნანახი, ხო? და ამის შემდეგ უკვე, ამის შემდეგ გიორგი მეორე ბრიფინგი ნახეთ. კი ბატონო და ნახეთ ვიდეო მტკიცებულებები. ნახეთ ვიდეო მტკიცებულებები, რომელ ვიდეო მტკიცებულებებში წინა დღეებში ხსენებული, სუსის მიერ ხსენებული კანვასი უზიარებდა გამოცდილებას ტრენინგის მონაწილეებს და ატრენინგებდა ძალადობრივი რევოლუციის მათი ვერსია, რომ ეს იყო ტრენინგი ხელოვანებისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი აქტივიზმის სწავლება. შემაშფოთებელი იყო ჩვენი მეგობრების და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების, ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადება იმის შესახებ, რომ ეს იყო ონკოლოგიური დაავადებით დაავადებული ბავშვების, მშობლების უფლებებზე და ხანდაზმული ადამიანების ადვოკატირებაზე ორიენტირებულ ადამიანების დახმარებაზე, აი ამ საკითხებზე ტრენინგები. ეს შემაშფოთებელი იყო და ყოველთვის რატომღაც ჩვენც, მოდი ვაღიაროთ, წარსულ პერიოდში ვუფრთხილდებით, გნებავთ აი ასეთ თამამ შეპირისპირებას, მოსაზრებების, არგუმენტების, ფაქტების. იმიტომ რომ გასაგები არგუმენტების გამო, მაგრამ როდესაც ასეთი აშკარა რა დავარქვა, არ ვიცი, აქაც ფრთხილობ სიტყვებში ვარ დაგიმალოთ. შეუსაბამობა დავარქვა ყველაზე ფრთხილად. როდესაც შენი ყურით და შენი თვალით ხედავ, რომ საუბარია რევოლუციური გამოცდილების გაზიარებაზე და ტრენინგებზე ძალადობრივ რევოლუციაში და გეუბნებიან რომ ბავშვთა ონკოლოგიას და ხანდაზმულების ადვოკატირებაზე იყო საუბარი, აი ეს შეუსაბამობა ისე რბილად რომ ვთქვათ, არის შეურაცხყოფელი ქართული საზოგადოებისათვის და ჩვენ ვითხოვთ ამასთან დაკავშირებით პასუხებს მათგან. დიახ. კანონის გამკაცრება რაშველის ეს კითხვა ისევ პარლამენტში ალეკო ელისაშვილმა გაიხსენა ის რომ როდესაც წინა ხელისუფლებამ თუ არ ვცდები 20 თუ 50 მეტრით აკრძალა ადმინისტრაციული შენობები და ვერ უშველაო. აი ესე იგი პასუხად ხელისუფლებას მოდი ალეკო ელისაშვილს ურჩევდა ნებისმიერს უბრალოდ წამგიბიან პოზიციაში აღმოჩნდება, თავის ვიჯობია რომ
წინა ხელისუფლებას არაფერში არ შეადაროს ეს ხელისუფლება. რაც არ უნდა შეცდომები გქონდეს, რაც არ უნდა ხარვეზები გქონდეს, იდეალური ხელისუფლებები არ არსებობენ და არ ჩვენ გვაქვს მით უმეტეს იმაზე პრეტენზია, ჩვენ ვართ იდეალური ხელისუფლება, უამრავი შეცდომა და ხარვეზი შეიძლება გქონდეს, მაგრამ ვერასდროს ვერავინ ვერ დაგვაბრალებს რაიმე ნიშნით, რომ წინა ხელისუფლება შეიძლება გავდეს ქართული ოცნების ხელისუფლება. მოდი ობიექტურად ვილაპარაკოთ და თავის გულში რომ ჩაიხედონ, ისინიც ძალიან კარგად ხვდებიან ამას და თვითონ ნაცნობრაობის მხარდამჭერები, აქტივისტები და ასე შემდეგ საუბრობენ იმაზე, რომ მაგრამ თქვენც რაღაცაშვებით ისინიც კი ვერ ბედავენ ასეთ შედარებას. მაგრამ როდესაც წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკობს და კარვებზე ლაპარაკობს, იქ უნდა გაახსენდეს, რომ ამას საფუძველი არაფერი არ ქონია ეს-ერთი და რა პირობებში აცხოვრებდნენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და რას უშვებოდნენ და რას კადრებდნენ, აღარ მოუყვებინ საზღვრებას. ეს უნდა გაიხსენონ ამ კონტექსტში, მაგრამ როდესაც დღეს კონკრეტული ინფორმაცია არსებობს, რომლის ნახევარით პრაქტიკულად დაგერა გამართლდა და თელმა ქვეყანამ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო საზოგადოებამ და ქართულმა საზოგადოებამ შეხედა თავის თვალით და ყურით დაინახა, რაც თქმა უნდა წინამძღვრის საქმე და ამისი უშუალო მტკიცებულებები დადო ქართულმა სახელმწიფომ თავისი უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციის სახით და ჩანაწერების სახით. მაშინ აღარ უნდა ილაპარაკო, რა ქონდა საფუძველი ამას, ამის თქმის საფუძველი არ აქვს. რა თქვენ გაქვთ კითხვის საფუძველი, ახლა ნახეთ. როდესაც ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, ახლა კონკრეტული ინფორმაცია, რომ ისინი აპირებენ კანვასის ტრენინგების საფუძველზე შემდეგ კარვების ქალაქის დადგმას და იქ აფეთქებას თავისიანების ადამიანების სიცოცხლის მოსპობას. ჩვენ არათუ უფლება გვაქვს, ვალდებულები ვართ. ერთი, უთხრათ ეს საზოგადოებას. მეორე, პრევენცია ყველა გზით მოვახდინოთ. საზოგადოების ინფორმირებიდან დაწყებული ყველა ინფორმაციის ზედმიწევნით გადამოწმებით და მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს, რომ თან როგორ ატყუებენ ესეთ ხალხს. კარვების დადგმა კი არის გზალება. ეს ცალკე ტყუილია. კარვების დადგმა არის ისევ დაშვებული, როგორც იყო ერთადერთი გამონაკლისი არის კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა შემთხვევაში იგზალება. ანუ როდესაც ისინი აქვეყნებენ რაღაც განცხადებებს და ეხლა ისე პროვოკაციულად როგორც წინა შემთხვევაში რუსულ კანონს არქმევენ, ფარას დაარქვეს რუსული კანონი. წარმოიდგინეთ ეს გახდა ეხლა რუსული კანონი, ანუ რაღაც არგუმენტები რო არ აქვს ხომ რუსული მე რომელიღაც უცხოელი პარტნიორის რომელიღაც წარმომადგენელი დეპუტატი ან ჩვენი კოლეგა იტყვის რომ ეს რუსულია და მე მთელი მათი აქტივი ამას განავრცობს, ჩაშლის დისტრიბუციას მოახდენს და ეძახიან ესე უაპელაციებს რუსულს და არავინ არ კითხულობს. რეალურად ეხლა დღეს პირველი ტყუილი აქციის ორგანიზატორებმა არ შეთავაზეს ისიც კარვების დადგმა იგზალება. უკვე თავშივე ტყუილია. კარვების დადგმა დაშვებულია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული საფრთხე და მტკიცების წვირთი აქვს სამართალდამცავს, რომელიც მოუშლის ამ კარავს, ან ის დემონტაჟს მოთხოვს და როდესაც თქვათ რომელიღაცა ორგანიზაციის ფუნქციონირებას უშლის ხელს და ასე შემდეგ. ანუ კონკრეტული კრიტერიუმებია გაწერილი და რუსულ კანონს მეორედ ვეღარ გაყიდიან. ეს არის შეურაცხყოფა. აფიორა საუკუნის მეორედ საუკუნის აფიორა იმას ნიშნავს რომ ერთია მეორედ ასე ვეღარ გაყიდიან ვერც რუსულად და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს მით უმეტეს როდესაც ერთი წინადადება და დავამთავრებ როდესაც კანონს ისინი ეწინააღმდეგებიან მათ უნდა იცოდნენ ძალიან კარგად რომ ისინი ხარს უჭერენ მათი მომხრეების მოკვლას იმ კარვებში აფეთქების გზით ეს უნდა იცოდნენ ძალიან კარგად და კანონს კი უნდა შეეწინააღმდეგონ როგორც მინიმუმ უნდა გაჩუმდნენ როდესაც ისინი ამხილეს ამაში თანამონაწილეობაში მადლობა მამუკა მდინარაძეს ახლა კი რეკლამა იმედი ლაივში დავბრუნდებით რამდენიმე წუთში და ჩვენ